მეგობრებო, გამარჯობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ think tank-ში, ევროპული პოლიტიკის სწავლების ცენტრში და ინტერვიუ გვექნება თინათინ ახვლედიანთან. საუბრის მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია. ბევრი ადამიანი არის საკმაოდ დაბნეული, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ ევროპული ინტეგრაციის გზას 2028 წლამდე, ასევე არც ერთი ის ნაბიჯი, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის გათვალისწინებული ევროპული კომისიის მხრიდან, არ შესრულებულა და ბრიუსელში თითქმის ყოველდღე ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეჩერებული, თუმცა პარალელურად ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასე რომ დღეს ვილაპარაკებთ ამ თემაზე და იმაზე, რა არის ტყუილი, რა არის მართალი და საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა თუ არა თეორიულადაც მაინც, რომ საქართველომ ამ ვითარებაში გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია და მართლაც მზად იყოს 2030 წელს გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში. დიდი მადლობა თინა. ვიზო მიმოსვლა. იცი რატო? იმიტომ რომ ბოლო პერიოდი ხედავ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს საკითხი ძალიან გააქტიურა და ერთგვარი რაღაცა ესეთი ფორმულა შესთავაზა მოსახლეობას, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია მანიპულირებს და აშანტაჟებს თითქოს საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლით და რომ რაღაც ერთგვარი არჩევანის წინაშე გვაყენებს ევროკავშირი, კონდეს უვიზო მიმოსვლა თუ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ქართული ოცნების წარმომადგენლები თვლიან, რომ ასეთი არჩევნის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს, რა თქმა უნდა, არჩევანს ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე. აი, მოდი აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, სად არის აქ ტყუილი, სად არის მართალი და თუ დაკავშირებულია რამენაერად უვიზო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან და მართლაც თუ გვაყენებს ევროკავშირი ამგვარი არჩევანის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა, საჭირო შეკითხვა თამარ და ასე ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ვთქვათ, მესაუბრებით და ამ თემას დროს უთმობთ. ანუ დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან ბევრი განცხადება გაკეთებული, ყველა რეზოლუცია ფაქტიურად, რაც ევროპარლამენტს მიუღია, ყველა მიმოხილვა, ყველა განცხადება, რასაც ევროკომისია გაუკეთებია საქართველოზე, ძირითადად იწყება და მთავრდება იმით, რომ ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს სუვერენულ დამოუკიდებლობას, ხო? ანუ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს. მეორე ევროინტეგრაცია თავის ყველა ასპექტით და ევროკავშირის თავისი იმ ღირებულებებით, რაზეც ევროკავშირი დგას, რეალურად ზუსტად ანუ წყობში არის საერთაშორისო ნორმებთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ფუნდამენტური ღირებულებებისა და უფლებების დაცვასთან და სახელმწიფოების სუვერენიტეტზე და თავისუფლების დაცვასთან, ხო? ამიტომ, როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობ ზოგადად, ეს წინააღმდეგობაში თავისთავად ვერ მოვა ვერც სამართლებრივად, ვერც პოლიტიკურად, ვერც ნორმატიულად, ვერც ღირებულებებით, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ევროინტეგრაციის მისწრაფება, მას შეიძლება სუვერენული საფრთხე შეექმნას ევროკავშირისგან. ეს უბრალოდ არის პირდაპირ ურთიერთგამომრიცხავი. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას. ანუ, მოდით დავიწყოთ საერთოდ რატო გახდა ეს თემა აქტუალური, ხო? ევროკავშირს აქვს საკანონმდებლო ბაზა, ეს არის უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეწყვეტა, რომელიც არის რეგულაცია 2018 წლით თარიღდება, ის იყო მიღებული 2013 წელს, 2017-ში მოხდა მისი გადახედვა და ეს არის სამართლებრივი საფუძველი. აქედან ვიზა ლიბერალიზაცია, ანუ უვიზო მიმოსვლა, რომელსაც საქართველო დღეს მიეკუთვნება დანართის სახით ამ რეგულაციაში, ეს რეგულაცია ზუსტად უშუალოდ არის გადახედვის პროცესში, რაც არის ძალიან ნორმალური პროცედურა. ევროკომისიამ ეს და ამის ინიციირება დაიწყო 2023 წელს. ზოგადად ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციის პირობები უნდა გაფართოვდეს და აქ უნდა ჩაიდოს არა მხოლოდ ის, რაც იყო, რაც არის
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდა, არარეგულარული იმიგრაცია მაგალითად, მაგრამ აქ უნდა ასევე ჩაიდოს ზოგადი მდგომარეობა, რა მდგომარეობა კონკრეტულ ქვეყანაში, ვისთანაც ევროკავშირს აქვს უვიზო მიმოსვლა და აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ფუნდამენტური ღირებულებებისა და უფლებების დაცვას, ხო? ეს განიხილება, რომ პირდაპირ აქტიურად ჩაიდოს. ასევე განიხილება, რომ ამ გადახედვის ფარგლებში ჩაიდოს ისიც, რომ ქვეყანა, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირთან, უნდა ასევე მოდიოდეს თანხმედრაში ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან მესამე ქვეყნებთან. ხა ეს რას ნიშნავს საქართველოსთვის, ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ ფუნდამენტური ღირებულებების და თავისუფლებების ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს დღეს საქართველოში, ხო, ამაზე ევროკომისიას არაერთხელ უსაუბრია, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, კანონები, რომლებიც მიღებული იქნა ბოლო 2 წლის განმავლობაში, პირდაპირ ამ ყველაფერს არ ღვევს. მაგრამ გარდა ამისა, სავიზო პოლიტიკა საქართველოს დღეს გააჩნია 25 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, რომელთანაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, ხო? მათ შორის რუსეთი. გარდა ამისა, 2024 წელს საქართველოს მესამე გააფორმა უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან. ჩინეთთან ევროკავშირს ასევე არ გააჩნია უვიზო მიმოსვლა. ანუ უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებთან საქართველოს ისედაც არის გარღვევაში, ხო? ანუ აქედან ერთ პირობას უკვე ვაკმაყოფილებთ. მეორე პირობას უკვე ვაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ფუნდამენტური ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვას აბსოლუტურად ძალიან დიდი გარღვევა გვაქვს და პლუს რო აიღოთ რეპორტები, მოხსენებები, მე-6 მოხსენება, ეხა უკვე 2024 წლის დეკემბერში მე-7 მოხსენება გამოქვეყნდა, რომელიც აფასებს რა დონეზე შეასრულა საქართველოს ეს უვიზო მიმოსვლის პირობები. ხო, რომ გადავხედოთ ამ რეპორტს, მოხსენებებს, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი რიცხვია თავშესაფრების მთხოვნელთა რაოდენობის დისკუთხით. ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს გარღვევა, ანუ სამართლებრივი საფუძველი მიმდინარე რეგულაციის ფარგლებში და მით უმეტეს ახალი რეგულაციის ფარგლებში, რომელიც ჯერ მიღებული არ არის და ამას ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრები განიხილავენ, სამართლებრივი საბაზისი უკვე არსებობს, რომ საქართველოს უნდა შეუწყდეს უვიზო მიმოსვლა. იმიტომ რომ ძალიან დიდი გარღვევა გვაქვს, ხო? მაგრამ ევროკომისია ამას განიხილავდა უკვე იმ პერიოდიდან დაწყებული, რაც იქნა კანონების მიღება, ხო, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კანონების მიღება, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ. ეს იდო იყო დღის წესრიგში, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი, მაგრამ ამაზე ვერ შეთანხმდნენ, ხო, რატო ვერ შეთანხმდნენ? და აქაც ეს არის ძირითადი, რატო არ მოხდა ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა აქამდე. იმიტომ, რომ ევროკავშირს არ უნდა დასაჯოს ხალხი, რომელიც დღემდე დგას ქუჩაში და არ დაიღალა, ხო? თორე სამართლებრივი ბაზა უკვე ამისი არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ არ დაისაჯოს ხალხი, ამიტომ არ მოხდა ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა. მაგრამ იმიტომ, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც მეტნაკლებად ეკუთვნით პასუხისმგებლობა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, აქ უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ შეწყდა, ხო? ანუ ვიზა მიმოსვლის გადახედვა უკვე ამ პირებთან მიმართებით მოხდა, ეს იყო დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანები და არა მხოლოდ, ხო, ეს იყო ბევრი ოფიციალური წარმომადგენელი სასამართლოებიდან, მათ შორის, ხო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ამიტომ უკვე ვხედავთ მიმართულებას, რა არჩევანი გააკეთა ევროკავშირმა. ევროკავშირმა გადაწყვიტა არ დასაჯოს ხალხი და ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მიუდგეს რეალურად იმ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საქართველოს დემოკრატიული რეგრესისა. მაგრამ რადგან განიხილება ახალი რეგულაცია დღის წესრიგში, უბრალოდ რეგულაციის განახლება, განიხილება დღის წესრიგში, ეს კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, მანდატს მისცემს ევროკომისიას, რომ ვიზა ლიბერალიზაცია კიდევ უფრო მეტად ახლოს განიხილებოდეს, ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში დღეს გვაქვს ძალიან დიდი უკუსვლა ფუნდამენტური ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების არ დაცვის მიმართულებით. ამ თემასთან დაკავშირებით ესეთი ჩაკითხვა რო გავაკეთო. ანუ ეს ვთქვათ, პარლამენტი როდესაც მიიღებს და ამტკიცებს ამ რეგულაციებს, ყოველწლიური ანგარიში იქნება თუ თქვათ, აი რომელიღაც ქვეყანას ჩვენ ვნახეთ არაერთხელ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დააყენა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. თუ ასე თუ კი ქვეყანა დააყენებს საკითხს, ამ შემთხვევაში მოუწევს თქვათ კომისიას, რომ შეისწავლოს ვითარება და ვითარებიდან გამომდინარე უკვე დააყენოს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი. ორივე შემთხვევა, თამარ, ანუ და ამის პრეცედენტი გქონდა, იმიტომ რომ რეგულაცია, რომელიც დღეს ძალაშია და რომლის განახლებაც განიხილება, ამის ასე ვთქვათ, ამოქმედება მოხდა ორ შემთხვევაში. ერთ-ერთ შემთხვევაში ეს იყო წამოსული წევრი ქვეყნისგან,
როდესაც წევრმა ქვეყანამ სთხოვა ევროკომისიას განეხილა кейსი, ანუ ინდივიდუალური кейსი, ამ შემთხვევაში იყო ალბანეთის кейსი და ევროკომისიას აქვს შემდეგ უკვე 1 თვე შემოსული თხოვნიდან გამომდინარე, რომ განიხილოს ამ ქვეყნის მდგომარეობა, განიხილოს ყველა მოხსენება, რაც არსებობდა, განიხილოს სტატისტიკური მონაცემები და უპასუხოს წევრ ქვეყანას. ეს შემთხვევა იმსახურებს თუ არა მართლა ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას, ხო? ამ შემთხვევაში ალბანეთის მიმართ ეს არ მოხდა. მეორე, მაგრამ ევროკომისიას თვითონ შეუძლია თქვას, რომ გარღვევა გვაქვს ძალიან დიდი აი ამ და სხვადასხვა დათქმების და პირობების მიმართულებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ამიტომ ევროკომისიას ეს თვითონ შეუძლია დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე კომიტოლოგიური შეხვედრები, კომიტოლოჯია, ამას ასევე ეძახით ბრიუსელში, სადაც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს ეს შეუძლიათ დაბლოკონ ამ კომიტოლოგიის შეხვედრის ფარგლებში, მაგრამ ევროკომისიას აქვს ძალიან დიდი როლი, პირველი რომ ამის ინიცირება გააკეთოს, მეორე, როდესაც ინიცირება ხდება წევრი ქვეყნებისგან, ეს ამის გადახედვა მოახდინოს და ანუ თქვათ მიანიჭოს ამას მწვანე შუქი რა ასე თქვათ განვიხილავთ ამას თუ არა და მაგრამ დაბლოკვა მაინც წევრი ქვეყნებისგან ასევე შეიძლება ამ კონკრეტული ინდივიდუალური кейსისა. ასევე ერთი დანამატი რომ განახლების ტექსტი, რომელსაც ჯერ კიდევ განხილვის პროცესში ევროპარლამენტში აქ ჩადებულია, რომ ევროკომისიამ და ევროკავშირმა ზოგადად შემდეგ შემთხვევებში უნდა მეტად ჩაიხედოს ინდივიდუალურად ქვეყნის საკითხებში. ანუ ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური განხილვა, ანუ ეს არის ჩადებული კონკრეტული მაჩვენებლები, რომელსაც არ უნდა სცდებოდეს. მაგალითად, 50%-ზე მიმდინარე რეგულაციის მიხედვით 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს ზრდა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობისა ან არარეგულარული მიგრაციისა, მაგრამ ეხლა ჩაიდება ფიქრობენ რომ ჩადონ ტექსტში, რომ მხოლოდ მაჩვენებლები კი არ უნდა განვიხილოთ, უნდა განვიხილოთ თვითონ ქვეყანაში რა მდგომარეობა, თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვით, პოლიტიკური მდგომარეობით, რამდენად არის პატივცემული ფუნდამენტური ღირებულებები, ამიტომ ეს უკვე მანდატს გაზრდის ევროკომისიისა, რომ აიღოს кейსი ტექნიკური მაჩვენებლების კიდევ უფრო იქით და განიხილოს რა სიტუაცია მთლიანად კონკრეტულ ქვეყანაში. ანუ პრინციპში შემიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნების წევრებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უბრალოდ ამ შემთხვევაში საინტერესოა რატომ სჭირდებათ მათ რომ არა კონკრეტულ იმ მიზეზებზე ისაუბრონ, რაც შეიძლება იყოს საბაბი უვიზო მიმოსვლის შეცვლისა, არამედ ისაუბრონ, რომ ეს არის შანტაჟი ევროკავშირის მხრიდან და რომ ეს რაღაცნაირად არჩევანის წინაშე გვტოვებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თუ უბრალოდ უვიზო მიმოსვლას შორის. ანუ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ევროკავშირის რეგულაცია, ხო? ეს არ უკავშირდება საქართველოს, ეს არის მთლიანად ევროკავშირის კანონმდებლობის გადახედვა, ხო? და ევროკავშირს არ მხოლოდ საქართველო, ყავს სხვა ქვეყნები, რომლებიც ასევე ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობენ, მათ შორის რიგი კანდიდატი ქვეყნებისა და ეს არავისგან არ წამოსულა, ეს ასე ვთქვათ, ან შენიშვნა, ან დებათა ღელვა, რომ ეს რაიმენაირად სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. და მეორეც, რომ წავიკითხოთ ეს განახლებული ტექსტი, სადაც ჩადებულია, რომ ევროკავშირს რეალურად ამ მაჩვენებლების გაზრდა, ან მანდატის გაზრდა, მონიტორინგის გაზრდა, იმიტომ უნდა, რომ არ შეიქმნას უსაფრთხოების საკითხი ევროპაში, ზოგადად ევროპის კონტინენტზე არ შექმნას უსაფრთხოების საკითხი ევროკავშირში. და რასაც ეს განახლებული რეგულაცია მოითხოვს, არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემა და ეს არის ის, რომ პატივი ეცეს, ასე ვთქვათ, ზოგადად ევროპულ კონტინენტის უსაფრთხოებას, რაც თავისთავად გულისხმობს სუვერენიტეტს. ასევე აქ მოითხოვება, რომ ქვეყნები, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვთ, არ უნდა იყვნენ გარღვევაში ევროკავშირის უვიზო პოლიტიკიდან. ახლა გადავხედოთ, რას ნიშნავს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებთან. ხო, დღეს ევროკავშირს აქვს სავიზო პოლიტიკა მაგალითად რუსეთთან, მაგალითად ჩინეთთან, ხო? ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტი, ან უსაფრთხოება აწუხებს, შეიძლება იმას ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან, ან ჩინეთთან, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეებს ქმნებს ზოგადად, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, ზოგადად მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა და ძალიან ანუ მოსახლეობის მხრივ ძალიან დიდი, ხო, ძალიან რიცხობრივად ძალიან დიდი ქვეყანა. ანუ პირიქით რეალურად ჩვენ თუ კი საქართველოს მოვა მწყობში და მოვა თანხwebdriverში განახლებულ რეგულაციასთან, ეს პირიქით მის სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას უფრო მეტად გაზრდის. ამიტომ ეს რომ აქედან შევქნათ ჩვენ ურთიერთ გამომრიცხავი, ასე ვთქვათ, ფრაზები თუ არ ვიცი ამას რა ქვია, ეს უბრალოდ არის მტკნარი სიცრუე.
ეხლა მოდი იცი რა მაინტერესებს, ასევე გვესმის ჩვენ ამ ბოლო დროს ესეც ურთიერთ გამომრიცხავია, რადგანაც თავად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნება წყვეტდა ევროინტეგრაციას და სულ რამდენიმე დღის წინ მანვე თქვა და არაერთხელ გაიმეორა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატი ქვეყნებისგან საქართველო იქნება ყველაზე უფრო მეტად მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თეორიულად თუ არის ეს შესაძლებელი იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება საქართველოში. არც თეორიულად და არც პრაქტიკულად ეს შესაძლებელი არ არის. ევროკავშირის ინტეგრაცია ეს არის საკმაოდ ეს არის პროცესი. მას აქვს პრაქტიკული სამართლებრივი ბაზა, მას აქვს პრაქტიკული ნაბიჯები, რასაც უნდა მიყვე. და თუ ჩვენ არც ამ თეორიულ მოთხოვნებთან ვართ კავშირში, ამას ხედავთ, ხო, ევროკავშირის ნებისმიერი ინსტიტუტის, ევროპარლამენტარების, ევროკომისიის განცხადებებში ხედავთ, რომ საქართველო ნამდვილად არ არის თანხმედრაში არც ერთ მოთხოვნასთან, რაც საქართველოს ევალება როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, ანუ აქ არ ვართ საერთოდ თანხმედრაში და მეორეც შეჩერებულია ყველანაირი მოლაპარაკება. დღეს ევროინტეგრაცია არის საქართველოს შეჩერებული, ამიტომ 2030 წელს ეს ჯადოსნურად ნამდვილად ვერ მოხვდებით იმ გზაზე, სადაც დღეს უნდა ვიდგეთ. პირიქით. როდესაც ხდება ამ პროცესის შეჩერება, როგორც ხდება ეს ახლა, შემდეგ დაწევა არის ძალიან რთული. ეს იყო ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან სწრაფად ხდება ევროინტეგრაცია უკრაინისა და მოლდოვასი და ის რომ ჩვენ სამწუხაროდ ამ პროცესს უკვე გავემიჯნეთ, არის ძალიან დიდი დანაკარგი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც არის რთული, მაგრამ გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ საკმაოდ ახალი მუხტი მისცა, ხო, ამ ყველაფერს და ჩვენ ამით უნდა გვესარგებლო, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესს გამოვიყავით და როდესაც ამ პროცესს გამოიყოფი, რომელიც საკმაოდ რთულია პოლიტიკურად, მერე ეს დაკარგული წლების ანაზღაურება არის ძალიან რთული. საერთოდ თუ არის შესაძლებელი, მე ამაზე უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ შეიძლება ეს შესაძლებლობა ისტორიული ჩვენ აღარ მოგვეცეს. ამიტომ ნამდვილად ესეც მტკნარი სიცნობაა. ანუ ის დაშვება, რომ აი უცებ 2028 წელს, რომელ წლამდეც გაყინა და თქვა ქართულმა ოცნებამ, რომ ვაჩერებთ ჩვენ ამ ინტეგრაციას, უცებ 2028 წელს რომ განაცხადოს, თან არ ვიცი რატომ არიან დარწმუნებული, რომ 2028 წელს ისევ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ თქვათ და ისინი არიან და თქვეს, რომ ჩვენ ვანახლებთ დღევანდელი დღიდან 2 წელიწადში თუ არის შესაძლებელი რომ ქვეყანა მოემზადოს და 2 წელიწადში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. აი ნახეთ 2 წელი დასჭირდა დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნებს თავების სკრინინგი რო გაეკეთებინა, ეს არის კლასტერები, სადაც განიხილება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრა. 2 წელი მხოლოდ აი ამ ასე ვთქვათ, თავების გახსნაზე და დახურვაზე დაიწყო. ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მოდი მაშინ მაყურებლისთვის რომ უფრო მარტივად ასაქმელი იყოს, ანუ მას მერე რაც შენ ხარ კანდიდატი ქვეყნის შემდეგი ნაბიჯია მოლაპარაკებების გახსნა და ამ მოლაპარაკებების შემდეგ იწყება სკრინინგი. ხო მართალია? სკრინინგი იწყება ჯერ შემდეგ, ანუ იქნება მიღებული მოლაპარაკებების ჩარჩო და ამ მოლაპარაკებების ჩარჩოდ იწყება უკვე თავების გახსნა. ეს თავები არის დაყოფილი კრიტერიუმს კი. ანუ და ეს თავები არის კლასტერებად დაყოფილი და ამ თავებს ხსნით ხედავთ სად დგას საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებით, გადმოღების, აპროქსიმაციის და ასე ვთქვათ, იმპლემენტაციის მიმართულებით და როდესაც ყველაფერი თანხმედრაში ამ თავებს ვხურავთ, ხო? სანამ ეს თავები გაიხსნება და დაიხურება, მანამდე არის სკრინინგი, ეგრეთ წოდებული, არ ვიცი ქართული შესატყვისი, რაც უკვე ხდება უბრალოდ სად ვდგავართ, რომელი თავები უნდა გავხსნათ, რომელი თავები უნდა დაიხუროს და მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღება. დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში 2 წელი მხოლოდ ამაზე დაიხარჯა, სანამ თავები ასე ვთქვათ გაიხსნებოდა. ნუ დახურვაზე აქ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ხო? პროცესი არის საკმაოდ ბიუროკრატიულად, საკმაოდ რთული, პოლიტიკურად საკმაოდ რთული და ძალიან ბევრ წელზე არის ისედაც გაწერილი. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა, არ მოხდება და აბსოლუტურად არარეალისტურია. რაც შეეხება სხვა თემებს, ხო, ანუ ნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ 2028 წლამდე არის გაყინული საქართველოს ევროინტეგრაცია.
ჩვენ ჩამოვრჩით ყველა სხვა ქვეყნებს, რომლებმაც წინ წაიწიეს. გვაქვს ძალიან ბევრი დამაბრკოლებელი განცხადება, რომ საქართველო ყველანაირად ცდება ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ 2028 წელს ესე რომ ამბობთ, ვერ დავიწყებთ იქიდან, საიდანაც ასე ვთქვათ, სადაც გავიყინეთ, ვიქნებით კიდევ უფრო დაბლა, ხო? არ იქნება ნდობა. ეს პროცესი ეყრდნობა ძალიან დიდწილად ეყრდნობა ნდობას. ნდობას მთავრობათა შორის, ნდობას ევროკომისიას, ევროპარლამენტარებსა და ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ნდობა დღეს არ არსებობს. ხო, ნდობა არის პირდაპირ ჩამოშლილი. ამიტომ ნდობის აღდგენას კიდე ცალკე დრო დასჭირდება, ცალკე დრო დაგვჭირდება ტექნიკურად რაღაცებთან წამოწევაში და თავისთავად ცალკე დრო დაგვჭირდება იმის საჩვენებლად და იმის დასაზამութებლად, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესი აქვს, იმიტომ რომ დღეს ძალიან რეგრესი გვაქვს. ხო, ესე ყველაფერი უკან უნდა წინ წამოვიდეს, უნდა გავიწვიოთ ყველა კანონი, რომელიც დღეს ძალაშია, უნდა დავდოთ უკეთესი შეფასებები საერთაშორისო რეიტინგებში, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებებს უცებ პატივსცემენ, იმიტომ რომ დღეს აქ ძალიან დიდი გარღვევა გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. და ეს არის ძალიან დიდი შრომა. ამას თავისთავად დასჭირდება ძალიან ბევრი დრო. მარტო ამას დასჭირდება ალბათ 1-2 წელი. ხო, და ეს რეალურად შეუძლებელია. მაშინ ახლა მოდი კიდე სხვა კუთხით შევხედოთ. აი ამ პროპაგანდამ სხვათა შორის ბევრ ადამიანზე იმოქმედა და აი ადამიანების არგუმენტი ასეთია, რომ არა მხოლოდ საქართველოს, თავად ევროკავშირი არ არის ახლა მზად გაფართოებისთვის და მართლაც დროა და ალბათ შეიძლება კარგიც არის რომ დაველოდოთ, როცა ისინიც მზად იქნებიან და ისინიც ვარაუდობენ, რომ ზუსტად ამ დროისთვის, სადღაც 2028 წლისთვის ევროკავშირიც უფრო მზად იქნება. ამაზე აი რა არგუმენტია? ევროკავშირი მზად რომ არ იყოს გაფართოებისთვის ძალიან სწრაფი ტემპით არ იქნებოდა წინ წასული უკრაინა და მოლდოვა. ხო, პირიქით, ევროკავშირი არ იყო გაფართოებისთვის მზად წინა კომისიების მანდატის დროს, როდესაც ჟან-კლოდ იუნკერმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი დაღლილია გაფართოებისთვის, მაგრამ ურსულა ვან დერ ლაიენის მithumetes მას შემდეგ რაც გვაქვს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, აქ უკვე ევროკავშირმა გაიღვიძა და აქ უკვე ევროკავშირი ვეღარ ხედავს უსაფრთხოებას ევროპულ კონტინენტზე გაფართოების გარეშე. და ეს არის არგუმენტი, ეს არის პოლიტიკური ხედვა, რომელზეც თან ხდება დღეს ევროკავშირი. ამის გადახედვა არ მოხდება, ხო? ამიტომ ევროკავშირი დღეს არის მზად გაფართოებისთვის, ამას ძალიან თვალნათლივ ხედავთ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, იმიტომ რომ მათი მოლაპარაკებების პროცესი მიდის სინათლის სწრაფით და ეს ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი, რომ ჩვენ შეგვეძლო იგივე სინათლის სწრაფით გვევლო, ხო? ამ პროცესს სამწუხაროდ უკვე გამოვეყავით და ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ისევ გამოყოფა ამ პროცესიდან, ასე ვთქვათ, ჩანჩალი გავაგრძელოთ, ჩანჩალი არა უკვე გაყინულები ვართ, ხო, შეგვიძლია გავაგრძელოთ და ეს ნამდვილად არ წაგვადგება და ჩვენ ევროპული ინტეგრაციას ნამდვილად არ წაადგება პირიქით. რას ვფიქრობ იმ მოსაზრებაზე, ასევე ქართული ოცნების, რომ ჩვენ უბრალოდ გვსჯიან და რომ უკრაინა და მოლდოვა საერთოდ არ არიან მზად და ახლაც ეს ევროინტეგრაცია მათი მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებიდან და აი პოლიტიკური საჭიროებიდან მოდის და რომ რეალურად არც უკრაინაში და არც მოლდოვაში არაფერი კეთდება ევროინტეგრაციისთვის. ნახეთ, ევროინტეგრაცია ზოგადად გაფართოების პოლიტიკა ეყრდნობა კოპენჰაგენის კრიტერიუმს. ხო, გვაქვს 3 კრიტერიუმი. ეს არის პოლიტიკური კრიტერიუმი. აქ მოიაზრება დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა ის ღირებულება, ევროპული ღირებულებები, რაზეც ევროკავშირი დგას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. მეორე ეს არის ეკონომიკური კრიტერიუმი და მესამე ეს არის ადმინისტრაციული კრიტერიუმი. ანუ ეკონომიკური კრიტერიუმი უბრალოდ იმას ამბობს, რომ ქვეყანა არის მზადყოფნაში შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზარს და შეუძლია მას კონდეს თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკა. ადმინისტრაციული კრიტერიუმი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანას აქვს ადმინისტრაციული შესაძლებლობა უზრუნველყოს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, კარგად, მაღალ დონეზე, ხო? როგორც თქვი, პოლიტიკური კრიტერიუმი ძალიან რთული მისაღწევია, იმიტომ რომ ეს რეალურად ხას უსვამს, რომ ქვეყანა არის დემოკრატია. იმიტომ რომ ევროკავშირი დგას დემოკრატიულ პრინციპებზე. თუ არ არის ქვეყანა დემოკრატია, ის ევროკავშირის წევრი ვერასოდეს ვერ გახდება, რაც არ უნდა მას კონდეს ეკონომიკური პოლიტიკა მწყობში, ან რაც არ უნდა მას კონდეს ადმინისტრაციული კრიტერიუმი მწყობში. ხო, ანუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ კუთხით პოლიტიკური კრიტერიუმის კუთხით უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე გაცილებით წინ არიან, ხო? ჩვენ ანუ შედარებასაც ვერ მოვახდენთ, იმიტომ რომ პოლიტიკურად საქართველოს დღეს ევროინტეგრაციის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ხო, ამას ვხედავთ. ისინი ძალიან წინ არიან. რაც შეეხება ეკონომიკური და ადმინისტრაციული პოლიტიკის მიმართულებით პროგრესს.
ნახეთ, საქართველო იყო ძალიან ბევრი რეფორმის გამტარებელი მრავალი წლის განმავლობაში. DCFTA, რაც არის თავისუფალი ყოვლის მომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ამის იმპლემენტაცია ჩვენ ფანტასტიკურად გავაკეთეთ წლების წინ და დღესაც მიმდინარეობს პროცესი სამწუხაროდ ინერციით. ეს პროცესი არ შეჩერებულა და ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში, რომ მოხდა ძალიან ბევრი ევროკავშირის კანონმდებლობის გადმოღება და მისი იმპლემენტაცია კარგად თუ ცუდად, მაგრამ იმპლემენტაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. და ასევე საქართველოს ჰქონდა ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც იყო დაწყებული ქართული ოცნების ძალაში მოსვლამდე, მისი ვაჭრობის ლიბერალიზაცია ასე შემდეგ, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა, თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა და აქაც რაღაცნაირად ინერციით ჯერ კიდევ ასე ვთქვათ მივდივართ. ადმინისტრაციული კრიტერიუმიც იმას ებმის, რომ საქართველოს ჰქონდა ადმინისტრაციული საფუძველი, რომ ამ კანონმდებლობის გადმოღება მოეხდინა მისი იმპლემენტაცია, მაგრამ ის რაც დღეს მიმდინარეობს საჯარო სექტორში, ჩვენ ნახეთ არაერთი პროტესტი საჯარო სექტორის მოხელეების მხრიდან, ჩვენ ნახეთ არაერთი, რომელიც სამსახურიდან წავიდა, რომელიც დაითხოვეს. აქ უკვე ხედავთ და ევროკავშირიც ხედავთ ჩამოშლას, იმიტომ რომ ადმინისტრაციული მზადყოფნაც მოდის მას შემდეგ, რაც არსებობს პოლიტიკური ნება. თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, მაგალითად, რომ გავატაროთ ის კანონები და კანონმდებლობა, რომელიც არის დემოკრატიული, ადმინისტრაცია ვერაფერს ვერ იზამს. ხო, ჩვენ შეიძლება გვყავდეს ძალიან კარგი საჯარო მოხელეები, მაგრამ თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რო გვქონდეს დემოკრატიული კანონები იმპლემენტაციაში, ეს დემოკრატიული კანონი საერთოდ არ არსებობს. ხო, ანუ ესეც ებმის პირდაპირ პოლიტიკურ კრიტერიუმს. და რაც შეეხება ეკონომიკის პოლიტიკას, ეს არის მხოლოდ ერთი, აქაც ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს რამენაირად წინ დგას მოლდოვასა და უკრაინასთან, იმიტომ რომ დღეს უკრაინას ევროკავშირთან აქვს საერთოდ აბსოლუტურად თავისუფალი ვაჭრობა ეს ომის შემდეგ არის და მოხერხდა ამის მენეჯმენტი, მოხერხდა ამაზე შეთანხმება. ყველაზე წინ დღეს ევროკავშირთან სავაჭრო პოლიტიკის კუთხით დგას უკრაინა და ნამდვილად არ არის ეს საქართველო. ასევე DCFTA-ს რომ გავყვეთ, მოლდოვას ვაჭრობა პრაქტიკულად ბევრად აღემატება საქართველოს ვაჭრობას ევროკავშირთან. მოლდოვას და საქართველოს იმიტომ ვადარებ, რომ აქ არგუმენტი არის უკრაინა დიდი ქვეყანა, მართალია ახლა ომშია, მაგრამ დიდი ქვეყანა, მას დიდი წარმოება აქვს და ვერ შევადარებთ უკრაინასა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკით, მაგრამ მოლდოვა და საქართველოს შედარებადია, ხო, ორივე არის მცირე გახსნილი ქვეყნები და რომ გადავხედოთ, რამდენია ვაჭრობის ბრუნვა მოლდოვასა და ევროკავშირის შორის, ბევრად აღემატება ბრუნვას საქართველოს და ევროკავშირის შორის. აქაც არც მოლდოვას არ უსწრებს და არც უკრაინას არ უსწრებს. კანონმდებლობის გადმოღება კი ბატონო იყო ინერციით მიმდინარეობს, მაგრამ ეს პრაქტიკულად მე არაფერში არ აისახება და ამის საფუძველზე ჩვენ წინ ვერ წავალთ. ანუ ესეც მორიგი სიცრუეა მოსახლეობის. კარგი, ანუ უკვე ნელ-ნელა წავიდეთ ბოლოსკენ, იმიტომ რომ ძალიან გრძელ გადაცემას მაყურებელიც ვერ უყურებს. გამომდინარე იმ სურათიდან, რაც არის და პრინციპში რაც შენც აღწერე, მოდი აი ბოლოსკენ თქვათ განვითარების ორი ვარიანტი. ერთ შემთხვევაში, რომ ქართული ოცნება არაფერზე უკან არ იხევს და ასე აგრძელებს ამ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, მედიის წინააღმდეგ ასეთ ქმედებებს, როგორ ვითარდება ამ შემთხვევაში არათუ თქვათ ინტეგრაციის პროცესი, საერთოდ ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობები და მეორე მხრივ, აი მაგალითად გუშინ ევროსკოპს უპასუხა მარტაკოსის პრესსამსახურმა და ფაქტიურად როუდმეპი გზამკვლელიც კი იყო, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, რომ ანახოს სწორედ ის პოლიტიკური ნება, რაზეც შენ საუბრობდი, თუ კი რაღაც დათმობებზე წავიდა ქართული ოცნება, აი ნდობის აღსადგენად, რაც შენ თქვი, შენი აზრით საჭირო არის თუ არა მაინც ცვლილება ხელისუფლების თუ კი შეძლო ქართულმა ოცნებამაც რაღაცა უკან დახევა, შეძლებს ნდობის აღდგენას და აი მეორე ვარიანტში როგორ განვითარდება მოვლენები. კი ბატონო, ნდობის აღდგენით დავიწყოთ მაშინ თამარ, ანუ ნდობის აღდგენას ძალიან ბევრი დრო დასჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქ სამუშაო. ქართული ოცნების, ანუ მიმდინარე მთავრობის ფარგლებში ეს იქნება ყველა იმ კანონის გაწვევა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან, ეს არის უკვე მრავალი კანონი გვაქვს, ხო, ეს არ არის ერთი. ეს არ არის მარტო უცხოური აგენტების მთელი რიგი კანონებისა, მათი უკან გაწვევა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და აქედან დაიწყება ნდობის აღდგენა. თუმცა ეს არ იქნება ნდობის სრული აღდგენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარალი მიადგა ნდობას, ამიტომ მუდმივად იქნება კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს იქნებოდა დასაწყისი იმისა, რომ
გააყინული პროცესი რაღაცნაირად გაუღვეს და გქონდეს მოლაპარაკებების დაწყების იმედი, ხო? რაც შეეხება რამდენად ანუ ეს ამას ხედავ მე პირდაპირ რა უნდა გაკეთდეს ამ მთავრობის მხრივ. მაგრამ მეორე არის ის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ძალიან ბევრი დავა არსებობს იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წელს გქონდა. ამიტომ თავისთავად სრული ნდობის აღსადგენად ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული პრინციპების სრული პატივისცემა, რაც გულისხმობს არჩევნების თავიდან ჩატარებას, რომელიც იქნება თავისუფალი და რომელიც იქნება საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრაში. ხო, ამ არჩევნებში სავამბობ თუ კი ეს თავისუფალ არჩევნების ფარგლებში ისევ ქართული ოცნება მოიგებს, კი ბატონო, ეს არის დემოკრატიული შედეგი, კი ბატონო, ხო? უბრალოდ ძალიან ბევრი გარღვევა იყო დაფიქსირებული ამ არჩევნებთან დაკავშირებით და თუ კი ქართული ოცნება თვლის, რომ ის ნამდვილად დემოკრატიულად არის არჩეული, მაშინ არ უნდა იყოს ხო ამაზე დავა, ან არ უნდა იყოს ამაზე ყოღმანი, უნდა დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები. აი, თავისუფალი არჩევნების შედეგი ნამდვილად მოიტანდა ნდობის, ანუ ასე ვთქვათ, ძირფესვიან განახლებას, ხო? ეს მეორე. რა ხდება თუ კი ქვეყანა აგრძელებს იმ კურსს, რაც აქვს აღებული. ანუ ვიცით უკვე რა ხდება დღეს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია არის გაყინული, ვიცით რომ ეს უბრალოდ გაუარესდება, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები მიდიან წინ, ჩვენ ვრჩებით უკან, დაწევა უფრო და უფრო რთულდება. მაგალითია, ჯერჯერობით ისევ თურქეთი, მე არ ვამბობ ბელორუსს, ჯერ ამას არ ვამბობ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი სცენარი იქნება. თურქეთი, სადაც ევროინტეგრაცია გაყინული იყო ძალიან ბევრი წელია, ხო, თურქეთი ფლობს კანდიდატის სტატუსს 1995 წლიდან, 2025 წელში ვართ ახლა, ხო, ანუ ამდენი დეკადა. და აბსოლუტურად პროგრესი არ ყოფილა ხო ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ბოლო პერიოდში თურქეთმა პოლიტიკური უნების გამოხატვა და მაინც დაიწყო, რომ არა მარტო თამარანი, თურქეთი ასევე არის საბაჟო კავშირის წევრი, ხო? ეკონომიკურად ისინი ბევრად ინტეგრირებული არიან ევროკავშირის ბაზარზე. თურქეთს აქვს ასევე ძალიან ბევრი კოზირი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან გავლენიანი ქვეყანა, მკუთხედ რომ ეს არის ნატოს წევრი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭერავს უსაფრთხოებაზე შავი ზღვის ფარგლებში. ამიტომ თურქეთს ეს პოზიციები რაც გააჩნია სტრატეგიული, საქართველოს ეს პოზიციები არ გააჩნია. ამიტომ თურქეთსა და ევროკავშირის ასე ვთქვათ ურთიერთობებში კიდე სხვა დინამიკაა და მან არის ორმხრივი საჭიროებები. როგორც თურქეთს სჭირდება ევროკავშირთან პოლიტიკური კავშირი და მაინც და მაინც სრულ შეიძლება ეს ევროინტეგრაციის გაყინვამდე მივიდეს, როგორც დღეს არის საქმე მისული, მაგრამ ისინი მათ აქვთ პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ ინტეგრირებულია რიგ საკითხებში. კიდევ ერთხელ შეგაწყვეტინე, კარგი შეკითხვა გამახსენე, სწორედ ჭირდება არ ჭირდება. კიდევ ერთი არგუმენტი არის ქართული ოცნების და მათი მომხრეების მხრიდან, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ქვეყანა და ახლა ამ ახალ რეალობაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან რუსეთი ჩახსნილია, ევროკავშირს იმდენად ჭირდება საქართველოს, რომ მაინც მოვა საქართველოსთან და როგორც მოგცეს კანდიდატის სტატუსი, ასევე მოუწევთ მოლაპარაკებების გახსნა. დიახ, ნახეთ, კანდიდატის სტატუსის მოცემა აბსოლუტურად არ იყო ტრანზაქციული გადაწყვეტილება, ეს იყო პირდაპირ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ნახეთ, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი გადმოგვეცა ურსულა ვონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის მისალმება ხალხის მიმართ და კანდიდატის სტატუსი გადაეცა ხალხს და არა ის არ გადაეცა კონკრეტულ მთავრობას, ხო? და ეს არ იყო აბსოლუტურად ტრანზაქციული ხასიათის. ტრანზაქციული ხასიათის ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ საქართველოს არის ძალიან მცირე ქვეყანა, ეს არ არის დიდი ბაზარი. საქართველოს არ გააჩნია ტერიტორიული საზღვარი, ანუ სახმელეთო საზღვარი. არც საზღვაო შავი ზღვით ბულგარეთში გადავდივართ ან პორტით, მაგრამ სახმელეთო საზღვარი მას არ გააჩნია ევროკავშირთან. შესაბამისად, ევროკავშირი საზღვრებს პირდაპირ არ ეხება. ამიტომ ევროკავშირს არც ეს ინტერესი არ აქვს. რაც შეეხება ტრანზიტულ ქვეყანას, დღეს ვხედავთ საქართველოს ტრანზიტული, ასე ვთქვათ, ბუნება, გეოპოლიტიკა სადამდე მიდის. საქართველოს დღევანდელი ტრანზიტის მახასიათებლები მიდის რუსეთთან, ხო? რაც რეალურად ხდება, არის ის, რომ ევროკავშირმა დააწესა სანქციები. ევროპული პროდუქტი იმ რაოდენობით ვეღარ მიეწოდება რუსეთის ბაზარს, როგორიც მოთხოვნაც არსებობს რუსეთის ბაზარზე და ჩვენ როგორც ტრანზიტული ქვეყანა რეექსპორტი consumer electronics, რაც არის ეს სამომხმარებლო ელექტრონიკის მიმართულებით, ასევე ავტომობილების, მაცივრების, ფენების, ეს ჯგუფი პროდუქტებისა არის ძალიან გაზრდილი ამ პროდუქტების რეექსპორტი რუსეთის მიმართულებით, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და ევრაზიული კავშირის მიმართულებით. ხო, აქაც რა ხეირი აქვს მითხარით ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ მუდმივად უნდა გამოგვიგზავნოს სადამკვირვებლო მისია და შეამოწმოს ვარღვევთ თუ არა სანქციებს. ხო, რეალურად არის საქართველოს ევროკავშირის ადმინისტრაციული
საგარეო პოლიტიკის კუთხით თავის ტკივილი, ვიდრე რამენაირად მოკავშირე. და ტრანზიტულადაც ევროკავშირს არანაირად არ გამოადგა ხა საქართველო, გამოადგა ისევ რუსეთს, საქართველოს ტრანზიტული ბუნება, ხო? ეს არგუმენტი ასე რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. მე მესამე საქართველოს არ გააჩნია სამწუხაროდ, არ გააჩნია არც ერთი ისეთი რესურსი, რომელიც ევროკავშირს შეიძლება აინტერესებდეს. ჩვენ არ გაგვაჩნია ენერგორესურსები, რომ ევროკავშირს მივყიდოთ, რასაც მაგალითად აზერბაიჯანი ცდილობს, რომ ამაზე გააკეთოს ფოკუსირება, ხო? ჩვენ არ გაგვაჩნია ლითიუმის საბადოები, როგორც ეს სერბეთს გააჩნია და სერბეთს შეუძლია, რომ ვთქვათ, ეს ლითიუმზე გააკეთოს ფოკუსირება. არავითარი ეკონომიკური ტრანზაქციების სარგებელი არ გვაქვს, არც წიაღისეული არ გაგვაჩნია, რომ რამე შევთავაზოთ ევროკავშირს. ანუ საიდან უნდა მოდიოდეს მათი ინტერესი რეალურად თუ ევროკავშირს უნდა სანქციები გაზარდოს რუსეთზე, საერთოდ უნდა ამოგვიყოს ჩვენ პარტნიორების სიიდან და ჩვენსაც სანქციები გააგრძელოს და ეს რეალურად უფრო დაეხმარება სტრატეგია მიაღწიოს თავის, ასე ვთქვათ, მიზანს ევროკავშირს, ვიდრე პირიქით, რომ ვიყოთ ჩვენ კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა. პირიქით. ჩვენ ახლა ვართ ევროკავშირისთვის დიდი თავის ტკივილი. და დავამთავროთ მაშინ იმ შეკითხვით, ანუ ნდობაზე უკვე თქვი, რა არის საჭირო და იმ შემთხვევაში თუ კი არაფერს არ აკეთებს ქართული ოცნება. ამ შემთხვევაში სადამდე მივდივართ? ერთია თურქეთი, მაგრამ მეორეც ისიც რომ თურქეთამდე დავრჩეთ, როგორც თქვი, ჩვენ იგივე სტრატეგიული პოზიცია არ გაგვაჩნია, არც ნატოს წევრები ვართ, არც არაფერი შეგვიძლია ეკონომიკურად შევთავაზოთ ევროკავშირს და არც ბევრი კოზირი ხელში არ გვიჭირავს. გეოპოლიტიკური მდებარეობაც და ეს სტრატეგიული მდებარეობაც შავი ზღვის კორიდორში არ არის საქართველოს მხრიდან გამოყენებული და პოზიციონირებული. აქედანაც ჩვენ ჩინეთთან ვართ უფრო ახლოს და რუსეთთან, ვიდრე ევროკავშირთან. და ესეც პოზიცია მე მგონი აქ ძალიან თვალნათელია, ამიტომ ამ მიმართულებით შეიძლება დავემსგავსოთ თურქეთს ევროინტეგრაციის გაყინვის კუთხით, მაგრამ სხვა მიმართულებით თურქეთზე უკან ვიქნებით, იმიტომ რომ საქართველოს ვერ იქნება ისეთი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირსა, როგორიც თურქეთს შეუძლია რომ იყოს. ამიტომ ამას უფრო მივყავართ ბელორუსის შემთხვევასთან მაგალითად, სადაც ეს ქვეყანა არ არის დემოკრატია, ხო? ეს ქვეყანა არის ავტოკრატია და ისინი მეტად და მეტად აკეთებენ, ასე ვთქვათ, რუსეთთან ასიმილაციას. რაც ეს არის სცენარი, რომელიც აუცილებლად თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ თურქეთს ეს არ აქვს, ხო? თურქეთი არ არის, ეხლა დემოკრატიულად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ თურქეთი არ აკეთებს რუსეთთან ასიმილირებას, ხო? ჩვენ ამით ბელარუსს უფრო გავართ, იმიტომ რომ რეალურად ისეთ პოლიტიკას ვატარებთ ქვეყანაში, რაც პირდაპირ არის რუსეთის, ასე ვთქვათ, სურვილი. ამიტომ სამწუხაროდ თუ ეს ტრენდი, ეს პოლიტიკა, ეს ხედვა, ამ ხედვის იმპლემენტაცია გაგრძელდა, ძალიან სამწუხაროდ საქართველოს უფრო ბელორუსთან იქნება ახლოს თავის პოლიტიკური მდგომარეობით